ჩემმა შემდეგმა სტუმარმა გააკეთა ფილოსოფიურ, ფსიქოლოგიურ, ანალიტიკური დასკვნა. და მე ვფიქრობ, რომ ეს ის დასკვნა, რაშიც ეთანხმება ერის უმრავლესობა. ძალიან საინტერესო მეცნიერულ, ფსიქოლოგიურ, ფილოსოფიური დასკვნა გამოვიტანი ამ ცხოვრების შემყურე. ძველი მთავრობის დედაც ეხლანდელისაც და მომავლისაც ვინც იქნება. ჩვენი ჩარევა გახდა საჭირო თუ თქვენ თვითონვე გაითავისუფლეთ თავი? არა, არ მუშაობ, გავიხმარე. დიდი ხანი არ მუშაობ? საერთოდ არ მიმუშავია. რასაც კლასიკური გაგებით მუშაობა ქვია, თქვენ რომ მუშაობთ. რატო გონია რომ სხვა თუ სხვანაირად მუშაობს კლასიკურ? არა, ცოტა მიმუშავია, მაგრამ ისე რომ სტაჟი მქონდეს თქვა და შრომის. საერთოდ მუშავია? პური გამომიწხვია. რამდენი წლის ხართ? 47. 47 წლის ასაკში კლასიკური გაგებით რომ არსად გიმუშავია? თავრობა ამაში დავნაშავე თუ შენ? თავრობა რა შუაში? შენ? მე არ მინდა. მუშაობა? აბა რა არის შემოსავლის წყარო? რაღაცას ვახერხებ. არ ვიპარავ ყოველ შემთხვევაში, არავის ძარცავ, არავის ყლავ. უკვე ჯიგარი ხარ და იცი რა მითხარი? თუ არც უფროსი მიყვარს რომ მყავდეს და არც ხელქვეითი. ოჯახში ვინ არის ფინანსური შემოტანი? მე და დედა. თან არ მუშაობ? თუ თან შეგაქვს? ხო, თქვენ ხო ახერხებთ ახლა ზოგი ხო ახერხებს, რომ არ მუშაობ ძალიან და რანაირად არ მუშაობ? დილიდან საღამომდე სამსახურში ვარ, მონტაჟით მევამონტაჟებ, ანოს მევაკეთებ, გადაცემას. მე მეც მუშაობ, თქვენ რომ მუშაობ. მე ვამბობ, აი, ხალხი რომ მუშაობს, რა. რას ეძახი, აბა? ფიზიკურად რაღაცას ტვირთავენ, რაღაცას აცხობენ, ხალხი იცი როგორ მუშაობს, რა დღეშია და ბოლოს 300 ლარს იღებენ და. რამ გაგაბრაზა მთავრობაზე? რატო მიხვედი ამ დას? აი, ჯერ მაინტერესებს ამდენი ხანი იფიქრე. და მე რატო მიხვედი მაგ დასკვნამდე? ფიქრით ბევრი არ მიფიქრია, საერთოდ ეგრეა, ყველა ეპოქაში და ყველა ჟამში ალბათ მთავრობა ყოველთვის ცდილობს, რომ ვიღაცას მოატყუოს. ამას ამობ კაცი, რომ ვიღაცამ თუ არ იჯაფა, ვიღაცა თუ არ დაიჩაგრა, ხო, მთავრობა და კიდე ვიღაცები კარგად ვერ იცხოვრებენ. ასავალ-დასავალი არ მოგწონთ. რა თქმა უნდა. ჩვენ მოგწონს სოციალური ცელი, რატო არ გვეკითხები? თუთა ხუმრობა მოგწონს, პროვინციული ხუმრობა მოგწონს, საშინელი დონის ხუმრობა მოგწონს. სად გადავთო, სულ თქვენ ხართ სულ ყველგან და სად გადავთო? მაია ასათიანი მოგწონს. თუ არ მოგწონს მაია ასათიანი, კვირას რომ ბარზაგი გააკეთა იმედმა და ის 4 ვითომ ჟურნალისტი რომ რა მოგწონს? აი ეს ხალხი მომწონს, ფაიზაღი მომწონს, აი რასაც ფაიზაღი ქვია. ცოტა უკვე ფაიზაღი. აი არა, ეკრანზე ფაიზაღი სად არის მანახე? კავკასიაზე. რა ვიცი, არსადაც არ არის. აქო მომწონს. არა, ძალიან არ თქვენ მომწონხართ ახლა სიმართლეს გავუმარჯოს რა. აი ძილობა და კულტურა გამაჩნია რომ რაღაცა ისეთ რაც რაღაცა ისეთ აქუ თქო. აქუ? არა, იგივე ბანდაა რა. ბაბი, არავინ არ მოგწონს და არაფერი. არა, არავინ და არაფერი რას ქვია. რა მოგწონს? დედა ჩემი მიყვარს თქვა. დედა მეც მიყვარს და ყველას მიყვარს. არა, იმ შენი აი, მოკლედ თქვა, ჩემი კრედვა კეთილი ხალხი მიყვარს რა ძალიან. ვინც არავის ჩაგრავს და თუ იმან რას გინა აკეთოს მე. რატო გონია ბოროტია შალვა, მაია ასათიანი რატო გონია რომ ბოროტია? დუტა რომ გამოდის ესე მგონი, არ ვიცი რა, მე შეიძლება მე მეშლება. არ ვიცი, აი თვალები დაუკე და აფრქვევს რა. სიბოროტეს აფრქვევს. რა ვიცი, ეგრე მგონია. არ მითხრა რომ მესამე თვალი გაქვს. აი მესამე და მეოთხე და ჩიტებზე არ ვაგობს. ხო სერიოზულად ლაპარაკობს. 99-დან დროშას ვაფრიალებ ეროვნული მოძრაობის რა. EDP-ში ვიყავი. სულ აი ძალიან ცოტა ხანს კი ბატონო გისმენ? თავმჯდომარე ვიყავი. მოკლედ ვაფრიალე ეს დროშა. რეგიონალური პარტია. ხო, კასპიდან ვარ, სოფლელი ვარ, აი ვახოროა ხო თქვენ? მე სოფლელი ვარ. ხო, იქიდან ვარ რა და მე წყალტუბოდან ვარ, რა პრობლემა? მოკლედ ვაფრიალე რა, მაშინ ინსტიტუტსაც იმიტომ დავანებე თავი, პოლიტიკაში ჩავები, მე რატომღაც მოვინდომე. ვაფრიალე ეს დროშას და შემთხვევით არი მოკლედ რა, ხო და. დროშა წავიდა ნაჭერი. ნაჭერი საწავიდა და აი მე ვფიქრო დროშებს ვაფრიალებდით, ხო, ვიღაც უტვინოები თქვა. ვიღაცები ამ დროს მიწებს იზომავდნენ, ნაკვეთებს იზომავდნენ, რაღაცები დაიმტკიცეს, უძრავი ქონება შექმნეს. უცბად თვალები რო გავახილე, ნახე რომ ტარი მაქვს ხელში მარტო და კარგი, იყო თუ არა პოლიტიკოსი რომელიც მოგწონდა? ჭანტურია მომწონდა, როცა პარტიაში ვიყავი და მე მივხვდი რომ არც ეგ უნდა მომწონებოდა. რატო? მე ჭანტურია. წასულზე ცუც არაფერს ვიტყვი, რაზეა ლაპარაკი, თან ყველაზე ძალიან ეგ მომწონდა მეთქი. მივხვდი რომ ფაქტიურად ეგეც ყველას ატყუებს რა. ჭანტურია ხარ, წერეთელი, შევარდნაძე, სააკაშვილი.
მოხვედია გვაგინე, გულანძღე, კოლეგები მილანძღე, დუტაზე რაღაცები ლაპარაკეთ ჩემზე, აკუბარდიასაც გადაწყვი, აკუბარდია თუ ჩემი დასაცავი გახდებოდა რას წარმოვიდგენდი. ნაციონალები, ქოცები, ყველა ლანძღე, ლეიბორისტებიც გადაწყვით ჩემ შალვას, პროსტა არც გაბედო რამე თქვა ჩემ შალვას. ყველა ლანძღე, მომღერლები, მოცეკვავები, გინეკოლოგები, ინჟინრები, ყველა. ყველაში ნუ გარი ახლა ინჟინერებს და გინეკოლოგებს არ შევხედავ. დედაჩემის ბრალიც არის, იმიტომ ძალიან უყვარვარ და ოდითგან ისე მივლიდა. როგორც ქართველი დედა, კლასიკური გაგებით ხო და დიდხანს ესე მომცა უფლება რომ უსაქმურად ყოფილიყავი რა და მე გავზარმასი. ხო და დედაჩემი მუშაობდა სხვათაშორის თავდაცვის სამინისტროში. ეხლაც მუშაობს, მაგრამ ხელფას შეუმცირეს, მაგას შეეხო მარტო ის რეფორმები. დამლაგებლად მუშაობს თან. რეფორმა შეეხო და შეუმცირეს ხელფას. მე შემაქვს ცოტა განამართლა უსაქმურია. არაფრის არ მერიდება, შრომა არის მართლა ყველაზე დიდი რამე, რაც მოუგონია და შრომამ შექმნა ადამიანი და შრომა აპატიოსებს, მაგრამ რატომღაც ჩვენისთანებისთვის არის შრომა და ზოგი დაგემთარებინა მათემატიკური. გავიქი. ხო და კარგი. მეუღლე მე ხლა ხას გახსნა ლარიანების მაღაზიებს რო ეძახიან, ხო იცი? ის გახსნა რა და ჩემი ბიზნესი უნდა მქონდესო და ბანკიდან გამოიტანა ვალი. მე მგონი გადავიჩეხეთ. ხო? როგორ გიძლებს? თუ სახში არ ხარ ესეთი აქტიური? არა, ცუდი ხასიათი მაქვს. ყველაფერზე ნერვიულობ, აი უსმათ ხანდახან შენი ფრაზა რო არ მომეწონება, ტელევიზორში უყურებ. წარმომიდგენია. უყურებ ნანუკაშევს. წამოგცდა ამასობაში, წამოგცდა. ხო. რომ თავარი გავარკვე ნანუკაშევს. ოჯახში სადაც ქალები არიან, ყოველთვის როცა შენი გადაცემა ცდილობი რომ გადართო, რა თქმა უნდა, განაიმტო რომ ძალი ქალებს და ბავშვებს ესე გამოტანა შენ ოჯახში, მხოლოდ შენ ხარ უმცირესი. ვაიმე ნანუკა დაიწყო, ვაიმე მაია დაიწყო, ეხლა ისიც მიგემატა ჯაჯანიძე თუ რაღაცა და მიდის დაშფანდურავი. ეკა ხოფერია? ხოფერია ვითომ ცდილობს ცოტა კლასიკური იყოს, მაგრამ ხო არც გამოზდის არა და? გამოზდის. კაი რა გამოზდის ლის ლაპარაკობს. მოკეთ, შენ ხარ ერზე, ბერზე გაბრაზებული. რაზე? ერზე, ბერზე. ბერზი არა, ბერს თავი დაანებით. შენ კლასიკური. კარგი, ერზე გაბრაზებული ხარ. ერზე არა. ერის მამებზე ვითომ. მე შენი შვილი ძალიან მომეწონა, საწავიდა. უსაყვარლესი ბავშვი ყავს. სხვათა შორის ბევრად გჯობია. ვიზუალურად ისეთი სიმპათიური ბავშვია, რომ ბევრად ჯობია. შენ მე უნდა გინახე რა ლამაზი ვიყავი. ეხლა 47 წლის ვარ მე. აბა აყენეთ 47 წლის კაცი, თუ რა როგორი იქნება. დედა კოლეგები გადამილანძღა, შენ რას გიზამენეს გადაცემა რო ეთერში გავა. რა ციტიანი მინაშვილი ქეცბაიას გაუბედა ბოლო მომენტში რაღაცა ცხოვრებაში არავინ გაუკრიტიკებია და წამსველი კაცი რო იყო, ვერც იმას გაუბედა პრინციპში, კარგად ატუზა, მაგრამ აი ეგ არის რა, მაგას გეუბნები. არ მინახავს, არ ვიცი რა ზლაპარაკობ, შენ რაც გელოდება ამ გადაცემის ეთერში გასვლის, მაგრამ მტერს არ უსურვებ. სამაგიოთ რამდენი დაცვა მეყოლება, ამის ხალხი თუ ჩემი არ არის, იმიტომ რომ ყველა მიყვარს. მიუხედავად იმ ყველაფრისა, რაც შენ ახლა აქ ილაპარაკე, თავი ამატკიე, ნეტა ბოლოს სტუმრად მომეყვანე. მე რომ მტკივავთ ხშაბათობით, ეგ კარგია. ახლა ვფიქრობ რა დაჭრის ამ შენ გადაცემას და რა მოიღებს ამ. ბევრი არ დაჭრა რა. ხო დამპიდი რო დარეკეთ რომ არ დავჭრით. არა რა თქმა უნდა. მაგიტომ მოვედი და ხალხმა დაბაბარა რომ ეგ თქვი, იმიტომ მოვედი. ბრაო რა თქვია? იმი რომ აი თვალებში რომ მაზოლი ამოგვიყვანეს ვიღაცებმა, ხო როგორიათ რომ მაგრები არიან, ის რო აქვთ რა ქვია იმას? დიდი და პატარა რეიტინგი. არ არის ბატონო, განამართლა რეიტინგები აქვს. სხვა არ გვაქვს, სულ სამნი ხართ, ხო? 3-4 ტელევიზია, სხვა არა, 6. სად არის? რას ლაპარაკობ, კაცო? პირველი არხი, მეტი შეიძლება. პირველი არხი, მეორე არხი. მეორე არხი არა, არა, არის მეორე არხი. არის არხი, არხად, ეხლა რას ქვია? აი, ნანუკა, ხო სერიოზული ხარ. არ მოგწონს, მაგრამ არხად არის პირველი არხი, მეორე არხი, რუსთავი 2, კომედი არხი, მარაო არის გავაგზელებ ერთი წამით მაესტრო TV11 იმედი კავკასია ტაბულა რამე არ გამომჩეს დამეხმარეთ გადაძაბე ტაბულა კი ტაბუ ობიექტივი GDS დამეხმარეთ რა რამე არ გამომჩეს ქართული არხი 13 გამოვიდა
რა სამი არხი, რა სამი, რანაირ მათემატიკას მე არ გამოსული ხავი ხო გეუნები იმიდან. 13 არხი ვართ. არც ესეთი 25 არხი. არც ესეთი ცუდი გოგო ყოფილი ხარ ახლოდან, მაგრამ აჭარის ტელევიზია მე 14. 25 კიდე. 25 თქვენს უკვე მაგ 14-ია. 20. ნუ ყველა რეგიონში არ ვთვლით ხო საკაბელო ტელევიზიას. აი მე ვინმე არ გამომჩეს. ენკი ბენკი საპატრიარქოს ტელევიზია. TV11 თქვი. 16, ა? ტრიალეთი 17. 17 არხია. ღადაო? არ ვღადაობ. რუსული არხები, BBC, CNN, წადი ოპრას უყურე, ელენს უყურე, მე თუ არ მოგწონ ვარ. უნდა დაგემშვიდო. კაი, იბილანსაც ვიტყვი და всё წავედი. მიდი. წინა ხელისუფლება, იმის წინა კიდე, რომელიც უფრო უარესი იყო შევარდნაძე. ეხლა ხო მე თქვენები. ეს თქვენები შეცვალა ხალხმა ფაქტია, ეხლა მაგაში ხომ მაინც დამეთახები, მართლა შეცვალეს, არაფერი დაყალიბა, იმიტომ რომ ყელში ამოუვიდათ. რის გამო, სისხლის გამო, ცუდად ქცევის გამო, ამის გამო, ის გამო შეიცვალა, ხო? ხალხი აუჯანყდა, ოფიციალურად გამოვიდა და უამრავი ხალხი, ვინც ცხოვრებაში, პოლიტიკაში არ ჩარეულა, ჩაერივნენ სოფლებში ხალხი დაბრუნდა მასიურად მის ეს ხმა იმათ წინააღმდეგ. მოვიდნენ ესენი. ქერის ორმოში ჩავარდნენ, მოკლედ, ცარიელ ტარიელები იყვნენ, სუფრაზე მოხვდნენ. ჩვენიერ სუფრაზე გაბრაზებული ხალხის გამო. ამ აღელვებული ქართველი ერის გამო, რომელმაც წინა ხელისუფლება ვერ აიტანა. მოვიდნენ ახლა, ხო? და ამათ გონიათ, რომ ესენი ავირჩიეთ. ესენი შენ კი არ აგირჩი, აი შენ მოგმართავ. საკრებულოში როზი ხარ, გამგეობაში როზი ხარ, შენ არავის აურჩევი ხარ. ისინი გვეჯავრებოდნენ და შენ შემთხვევით მოხდი. ხო და ეხლა დანამატებზე ლაპარაკს, ხელფასებზე ლაპარაკს, მაიმუნობაზე ლაპარაკს და ბოლოს მე-13 საქვია პრემია. პრემიებზე ლაპარაკს, თავი დაანებეთ და ერთხელ მაინც შანსი გაქვთ. ადამიანურად, კაცურად, სახელმწიფოებრივად მოიქეცით და მართლა ხალხზე იფიქრეთ. მართლა იფიქრეთ, იმიტომ ცოდუა ხალხი. თქვენ რო იმას ვფიქრობთ, გოჭი გვექნებაო თუ ციკანი არის. ეხლა ციკანი ახლა, ხო? ჩემი წელი მოდის 48 წლის ხდები. უი, ჩემი წელიც. უბრალო საჭმელზე აქვს პრობლემა ხს. აი, ჩემს გარშემო მასიურად ვიცი, თბილისში კიდე ადვილია ცხოვრება. აი, შენ არ გიწევს ეგეთი ხალხის და ძალიან ხშირად მიწევს. სოდუა ხალხი, დაიღალა. გაანებეთ თქვენს პრემიებს თავი, თქვენს ხელფასებს და დანამატებს და მართლა იფიქრეთ, თორე ესენი თუ გადარჩნენ წინები. გამოგათრევთ ხალხი ყურებით და დაკიდებენ ერთი ადგილით. ყურებით არა, ერთი ადგილით. ღმერთო დიდებულა. დავამთავრეთ გადაცემა, დამთავრდა. კარგად განდებოდეთ. უღმესი მადლობა, რომ იყავით ჩემს გადაცემის სტუმარი. ძალიან მესიამონა შენი გაცნობა. ძალიან დიდი მადლობა.